$43 მილიონი გამოყოფილია ბენზინის სადგურებისთვის ავღანეთში და ამ სადგურებში საწოლს არავინ ასხამს. თუმცა ეს მაინც უფრო იაფია, ვიდრე ის, რაც ბაიდენმა ელექტრომობილების დასამუხტ სადგურებში ჩვენთან გადაიხადა. $1,5 მილიონი გეების, ლესბოსელების და ტრანსების მხარდაჭერისთვის იამაიკაში. 4 მილიონი ტრანსებისთვის სერბეთში, 5,5 მილიონი გეების უფლებების დასაცავად უგანდაში. 6 მილიონზე მეტი კაცსა და კაცს შორის სექსისთვის სამხრეთ აფრიკაში. ასეა ეს ყველაფერი აღწერილი. ვიეტნამში ინკლუზიური მხარდაჭერისთვის 17 მილიონი. ეს იგივეა, რაც ტრანსების მხარდაჭერა, უბრალოდ სხვა სიტყვებით. ასეთ რამეს უჭერთ მხარს, ანუ ვუხდით ამ ხალხს იმაში, რომ სხვა სქესად გადაკეთდნენ. 25 მილიონი საქართველოში მწვანე ტრანსპორტის განვითარებისთვის. ჯორჯიის შტატზე არ ვსაუბრობ, საუბარია ქვეყანაზე, საქართველოზე. და თუ ფიქრობთ, რომ ეს ფული მათთვის ელექტრომანქანების შესაძენად იხარჯება, ცდებით, ჩვენ უბრალოდ ფულს ვუხდით რაღაც საეჭვო რეპუტაციის ფონის სააგენტოს, რომელიც დაამზადებს ბილბორდებს, სადაც წერია: შეიძინეთ ელექტრომობილები. $1,000,000 არაბი და ებრაელი ფოტოგრაფებისთვის. შენ ებრაელი ხარ, შენ არაბი ხარ, ფოტოკამერა გაქვს, მიიღე ფული. $8 მილიონი შრი-ლანკელი ჟურნალისტების საგანმანათლებლო პროგრამისთვის და ეს პროგრამა ითვალისწინებს უარეს ხმას ორი სქესის შემცველ ენაზე. ანუ ჩვენ გადავიხადეთ $8 მილიონი იმისთვის, რომ შრი-ლანკელმა ჟურნალისტებმა არ გამოიყენოს სქესის აღნიშნული ნაცვალსახელები. ანუ თქვენ იტყვით, ამით ხომ არავინ მომყარა? არა, ცდებით, USAID-ის ფულიდან $122 მილიონი მათ ტერორისტებს მისცეს. გადასახადების განახლდა და ფული წავიდა თალიბანის ჯიბეში, იგივე ეხება უჰანის ლაბორატორიებსაც. გმადლობთ ყურადღებისათვის. მოძებნეთ ტელეგრამ არხი მსოფლიო პოლიტიკა და გაიგეთ ინფორმაციები ლიბერალური ცენზურის გარეშე.